შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საინფორმაციო კვირეულის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექციები იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საჯარო ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებით და არსებული ბარიერები. იუსტიციის სასწავლო ცენტრი აქტიურად განაგრძობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით მსგავსი ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობით საჯარო ლექცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საჯარო ლექციაზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო მექანიზმები. ასევე გონივრული მისადაგების პრინციპი, უნივერსალური დიზაინი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეტიკეტი და ასე შემდეგ. საჯარო ლექცია გამოდგა საკმაოდ ინტერაქციული, სტუდენტების მხრიდან დასმულ იქნა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები. იუსტიციის სასწავლო ცენტრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა. მიმდინარე კვირეულის ფარგლებში შევახეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ იმ აქტივობებში, რომელიც საზოგადოებას შევთავაზეთ, დაინტერესება და ჩართულობა იყო განსაკუთრებით მაღალი.